Hey, ქართველებო! მოგილოცავთ ნამდვილ ახალ წელს. მინდა ყველნაირი წარმატება, კარგი ამბები, ჩემი არხის გამოწერა და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ, რასაც 20 დღეა გიმალავთ და გაპარებთ ნელ-ნელა. აი ამას გაყურებინებდით 20 დღე მე. და მოვიდა დრო რომ გაგიმხილოთ რა პროპაგანდის გამწევი ადამიანი ვარ. Snow-im Godam! Teli 20 დღე რუსულ წარწერაზე გაყურებინებდით ისე რომ თქვენ აზრზეც ვერ მოდიოდით. ირანში მოკლეს 20,000 ადამიანი. ან როგორც ქართველი ლიბერალები იტყოდნენ, იგივე ხდება რაც საქართველოში მოკლედ და ანუ რჩევებს აძლევენ ქართველი ლიბერალები ირანელებს. ინტერნეტში შეგხვდებოდათ პოსტები ოპოზიციური არხებიდან, რომ ადარებენ ერთმანეთს რა, რომ აი ქართველი გოგოები და ირანელი გოგოები ერთნაირები არიან. ხო, ოღონდ ქართულ გოგოებს მაქსიმუმ ეუბნებიან, რომ ქალო გადააჯგზიდან, თორე ხა მოყნავ პატრონს რა, გადააჯვი. და ირანში სახეში ტყუებს ახლიან. მაგრამ ნუ დიახ, რა თქმა უნდა, მე მოგმართავთ ქართველ ლიბერალებს, რომ მისცეთ რჩევები ირანელებს ნამდვილად გამოადგებათ. რადგან იგივე ხდება რეალურად, ანუ რაც საქართველოში პროტესტები იყო, იგივე სიმძიმის პროტესტები მიმდინარეობს ირანში. ყველა ვიცნობთ ირანს, როგორც აი, რა ვიცი, კინოში ანტაგონისტს, ხო? პროტაგონისტის, ხო, ანტაგონისტს რა, რომ აი ვილენ არის რა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და მართლა ეგრე იყვნენ რეალურად, იმიტომ რომ ყველა ადამიანს სურს, რომ აი თავისუფლება კონდეს არჩევნის. მე მინდა ჩადრს გავიკეთებ, მინდა მანქანას ვატარებ, მინდა არ გავიკეთებ ჩადრს, მინდა მუსულმანი ვიქნები, მინდა ბუდისტი ვიქნები. და ეს უნდა რეალურად თელ სამყაროს და ირანში მაინც არა ის შარიათის კანონები აიათოლა გმართავს, აიათოლა არის, აი როგორც ხა კათოლიკოს პატრიარქი ყავს ჩვენ, იმათ ყავთ აიათოლა, ოღონდ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, ნუ უბრალოდ სულიერი მამაა, ხო და იქ იმენა აიათოლა პრეზიდენტიცაა, პრემიერიცაა, კათოლიკოს პატრიარქიცაა და ვაფშე ყველაფერია რა და ის რაც სიტყვის, ყველაფერი უნდა იყოს რელიგიის მიხედვით და ახლა რელიგიის მიხედვით, ანუ იქ ძალიან ბევრი რამე წერია ყურანში, რომ Death to America, death to infidels, ანუ ყველა უნდა დახოცონ რა და ჯიჰადი აღასრულონ და ასე შემდეგ და არ უნდა ეს ხალხს რა, არ უნდა ეზარება ხალხს, რომ ახლა შემოიხვიე ის ბომბაჩკები, წადი გაიტაცე რაღაც თვითმფრინავი, წადი აიფეთქ თავი. ანუ არ უნდა ხალხს რა, ხალხს უნდა ჩიზბურგერების ჭამა, ხალხს უნდა მაკდონალდსი, ხალხს უნდა რაღაცა კოკა-კოლა, ხალხს უნდა მაღაზიაში შევიდნენ იქ ნახონ რაღაცა მოკა მაჩა ლატე თუ რა ვიცი რას სვამს ახლა ხალხი, ეგენი იყიდონ, დალიონ, გადააგდონ მერე ერთი მოსმის შემდეგ. ხალხს ეს ყველაფერი უნდა, ანუ ხალხს უნდა თავისუფლება. და მაგისთვის იბრძვიან რეალურად, თორე ანუ აქ რაღაცა ის კი არ ხდება რელიგიური გადატრიალება და ასე შემდეგ. არა. ირანის უმეტესობა არის მუსულმანი და გადატრიალების შემდეგაც თუ მოხდა ეს გადატრიალება, დარჩებიან იგივე მუსულმანებად. უბრალოდ უნდათ რომ ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ რა, რომ რა ვიცი, ქალებს ქუჩაში ხმის ამოღების უფლება კონდეთ და ანუ შეეძლოთ, რომ თუ ვიღაც ციგანი ბავშვი მოვა, უთხრან რომ თუ შენი დედა მაგის უფლება არა აქვს, ანუ ციგანი ბავშვი თუ კაცია, იმ ციგან ბავშვს შენზე მეტი უფლება აქვს. მოკლედ 20,000 ადამიანი მოკლეს. სერიოზული თემა გვაქვს დღეს. დღეს ხუმრობები არ იქნება. მაგრამ მე მინდა მივმართო ჩვენი გადაცემის მეგობარ ირანელებს, რომ არ შეგეშინდეთ მეგობრებო. ბატონი ტრამპი, ამერიკა და ევროკავშირი თქვენთვის გამოგზავნიან საუკეთესო ხარისხის
ებს. აუ პაკეტებს გამოგიგზავნიან, აი 200,000 პაკეტს გამოგზავნიან და თითო პაკეტში იდება 3 ცალი. 1 ცალი. ღმერთმა გიშველოთ 5 ცალი. რასიზამ ცხოვრება. და 50 ცალი უნდა გაუძლოთ. ასე რომ აი ეს არის რა თქმა უნდა ევროკავშირის და ამერიკის დახმარება ირანის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა განაცხადა და ხალხს მართლა გული აუნთო, რომ იცოდეთო, რომ ამერიკაო გზაშიაო და დაგეხმარებათო, ბატონო, მოპროტესტეებო და მიდითო თქვენ მიაწექითო. და აი მოპროტესტეები, ბატონო ტრამპ, 20,000 კაცი მოვკვდით და კიდე რამდენი უნდა მოვკვდეთ, როდის ამერიკა გზაში? და ამერიკა გზაში ვართ. გვენდეთ, დამშვიდდი. კი, მოგიყვან ცოლად, მიდი ჩაიხადე. რა თქმა უნდა, ცოლად მოგიყვან. რეალურად სიგიჟეები ხდება და ამაზეც არ აქვს, რა თქმა უნდა, ქართულ ხალხს ჩამოყალიბებული აზრი და როგორ უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული აზრი ის იქნება, რომ აბსოლუტურად ნეიტრალურები უნდა დავრჩეთ და ჩვენ მთავრობა დარჩეს სხვა შორის ნეიტრალური, მაგაზე მინდა შევაქო ჩვენი მთავრობა, რომ თქვენს რომ სტოპო რა დავიცადოთო და რა თქმა უნდა ოპოზიციამ რატო არ უჭერთ მხარს ოპოზიციონერებს და იმას მოპროტესტებს ხალხო დაიჯვით რა დიდი მადლობა ჩვენ მთავრობას რომ ნეიტრალურები ვრჩებით და არც იქით ვართ და არც აქეთ ირანში იმიტომ რომ აი ბაზარი არა თქვათ აი მოიგეს მოპროტესტეებმა მე რა ვეტყვით რომ რა თქმა უნდა ჩვენც ეგრე გვინდოდა მაგრამ აი ვთქვათ ჩვენ დაუჭირეთ მხარი მოპროტესტეებს და უთხოვეთ რომ კი მიდით მიაწექით და მოიგო ირანის მთავრობამ აი მე რა ირანის მთავრობა რომ მოგვადგება რომ თქვენო ბიჭო ვის უჭერდითო მხარსო და რომ დაგვიშვებს რაკეტებს მე სად მივდივართ მე ვინ გუშველის ანუ ჩვენი საყვარელი პატარა ლესბიანკები და ხობიტები გუშველიან, რომლებიც ყოველ დღე 40 კაციან აქციებს მართავენ და ეგენი დაგვიცავენ, კოლგებს გავშლით LGBT დროშის ფერებში თუ ანუ რითი დავიცავთ, აი ირანის მთავრობამ რომ გაიმარჯოს ეხა მოპროტესტეებზე და მე გვითხრას რომ თქვენ იმათ უჭერდით ხო მხარს და რომ გაგვანადგუროს იმენა, იმიტომ რომ აი არა დიდი სურვილი მაქვს რომ ირანზე ძლიერები ვიყოთ და ყველაზე ძლიერები ვიყოთ სახელმწიფო სამყაროში, მაგრამ არ ვართ მეგობრებო. ასე რომ უნდა შევეგუოთ რეალობას და ვითამაშოთ ნეიტრალური ადამიანის როლი. ქუჩაში ვხედავთ რომ ვიღაცა დიდი ტიპი ჩაგრავს პატარა ტიპს. გული შეგვტკივა, ვუგზავნით იმ პატარა ტიპს, რა ვიცი, ჩვენ სიყვარულს, ჩვენ იმედია ეს პატარა ტიპი მოიგებს, ნუ გონებაში რაღაცა, მაგრამ არ მივდივართ და ამ დიდ ტიპს არ ვეჩხუბებით, იმიტომ რომ ის დიდი ტიპი იმ პატარასაც დააჭედებს და მე ჩვენთან მოვა რომ შენ ამისკენ იყავი, ხო? შენ მოგიტყან. ხო და მეგობრებო, ანუ რა ვიცი, ეხა მე რო ვიყო პრემიერი, კი, მე ალბათ დედის ვაგინებდი იმას ირანის მთავრებს და მეთქი მოდით აქ დაგვეხიეთ, მაგრამ არ ვარ მთავარი საბედნიეროდ, თქვენ და საბედნიეროდ. და საბედნიეროდ ყავს გაწონასწორებული დიპლომატები მთავრებად, რომლებმაც იციან რომ სტოპ, ნეიტრალურობა დავიჭიროთ. და ომი არ გვინდა რა. იმიტომ რომ ყველგან ომი მიმდინარეობს, აი მთელ მსოფლიოში, ის იმას ებრძვის, ის იმას. სხვა შორის ჩვენი მეზობლებიც ხო იბრძოდნენ. აზერები და სომხები. ტრამპმა ხო მოაგვარა ეგ ყველაფერი რა, ანუ სომხები როგორ დაჩაგრა პროსტა ამ სიახლესაც ჩავაგდებ აქ. ამდენი ხანი ზეპირად არც არასდროს მისაუბრია, მაგრამ ნუ მოკლედ ვიცი რომ თემიდან თემას დავხტევარ, მაგრამ აბსოლუტურად ზეპირად ვსაუბრობ ხალხო, ან ტელეფონი ჯერ არც ჩამირთავს, რომ შევხედო ჩამონაწერს კონსპექტს, რომელიც არასდროს გამაჩნია ხოლმე. მოკლედ ტრამპმა მიმართა სომხებს, რომ თქვენ უნდა გაახსნათო აზერბაიჯანელებთან ყველნაირი ეკონომიკური გზაო რა.
ну, მოკლედ ამას რაღაც კონკრეტული სახელი დაარქვა, აქ ამოვაგდებ, მაგ სახელის დამახსოვრებას, ну, მთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მაგრამ ინფორმაციას გავეცანი და უნდა გახსნათო ყველანაირი ეკონომიკური გზაო, რომ გქონდეთო რა ერთმანეთთან მიმოსვლაო და ერთმანეთთან მიმოსვლა რას ნიშნავს, რომ ანუ აქეთ ამ მხრიდანაც უნდა შედიოდეს ტვირთები, იქით ამ მხრიდანაც უნდა შედიოდეს ტვირთები და მოკლედ ანუ მნიშვნელოვან ადგილზე არიან რა, აზერებიც და სომხებიც და სომხებმა, ну, კიო კაცო, ეხა რა პრობლემაო, გავხსნო გზასო და ტრამპმა 76% მე მიმაქო. სომხებმა რამდენი ბატონო ტრამპ 76% მანდედან ჩემია. სომხებმაც კარგითო იყოსო თქვენიო. ანუ სომხებს აბსოლუტურად არაფერი ხვდებათ. პროსტა ტრამპმა დააჩოქა, რომ აი თქვენო რასაც გეტყვითო, იმას გააკეთებთო, იმიტომ რომ აი მე ვარო აქო ძიაო დღეესო. და მე ყველას გერევითო, ანუ ტრამპი არის აი საძმაკაცოში ის ძმაკაცი აი ყველას რო ხელს უწევს რა და ანუ აბსოლუტური გიჟი რო აი თავარი მიზანი რო აქვს რომ ყველას ხელს უწევდეს. და აი სომხეთი დააჩოქა ესე. არ საიდან პროსტა, ანუ სომხები რა შუაში არიან, მაგრამ სომხებს ხო მოუგვარა აზერებთან საქმე, რომ ნუ აზერები აღარ დაგბომბავენ რა. და სომხებს ეგონათ რომ ოი ტრამპი რა კარგი კაცია და როგორი კეთილი კაცია და მოგვიგვარა, ნუ ჯერ ხო ტერიტორიები გადასცეს სომხებმა, მაგრამ მაინც ეგონათ რომ რა კარგი კაცია. და ეხა მიადგა ტრამპი რომ ხო კარგი კაცი ვარო. ხო და ეხა 76%-ს მომცემთო თქვენი მოგების ყველაფერს რომ რაც შემოვა მოგებაო. სომხებს რა რჩებათ? ბასტურმა, ტოლმა და ვეფხისტყაოსანი. აუ, მეტი რა რჩებათ სომხებს? სულ ეგ სამი რაღაცა აქვთ. ბასტურმა, ტოლმა და შოთა რუსთაველიანც იყავთ, მეტი არავინ არ ყავთ სომხებს. всё. დაარჩენ ტრამპს მიაქვს. მართლა ეგრე ხდება, მეგობრებო და ტრამპი მევასება, მე კი ტრამპი ძალიან მევასება, რომ ესეთი მჩაგვრელია და ცდილობს ყველანაირად რომ სახელი გაითქვას თვითონ, ანუ ესე მესამე თვალიდან რომ შევხედო, კი მევასება, იმიტომ რომ მე მევასება ეგეთი ხალხი რა. იმპერიალისტები, დამპყრობლები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ადამიანი როცა მიაღწევ რაღაცას, რა თქმა უნდა, გინდა მერე რომ ამ შენი შრომის საფასური აიღო და ამოიღო ამ ყველაფერიდან, იმიტომ რომ კაცი 80 წლისაა. რა გონიათ თქვენ რომ 80 წლის მილიარდერს ეხა ჭირდება რაღაცა ისინი, რომ აი აუღანელ ბავშვებს მინდა რომ სახლები ქონდეთ. აუღანელი ბავშვები ხვალ რო გადახოცო, აი ტრამპს როგორ კიდია, იცი? გამოვა იტყვის, რომ აუღანელი ბავშვებისთვის საფლავებს გავთხრი და მაგითი თავისთვის დაიწერს ქულებს. ანუ ეგეთი ტიპია და ჩვენ მაინც, რა ვიცი, სოფლიო ვერ ხვდება. ჩვენ კი არა სოფლიო ვერ ხვდება კაცო მაგას. ხალხს კიდე გონია, რომ აი ტრამპი მართლა ეხმარება ხალხს და რამე. ვინ ეხმარება? ევროკავშირი ეხმარება. ტრამპი ახლა გრენლანდიის დაპყრობას რო აპირებს და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოდის და ჩვენ არ დავემორჩილებით ტრამპს და ჟურნალისტები ეკითხებიან ტრამპს, რომ ნახეთო გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა და ეგო ვინაო ვაფშეო. ანუ აი ეგეთი ტიპია რა, იმდენად ფეხებზე კიდია აბსოლუტურად ყველაფერი. თუ გადაწყვეტს და გადაწყვეტილი აქვს, რომ გრენლანდია უნდა გახდეს ამერიკის. და ამასაც ჩავსვამ მოკლედ სადაც იძახის, რომ თუ გრენლანდიაო ჩვენი არ გახდაო, მერეო მაშინ რუსეთის ან ჩინეთის გახდებაო და ეგო ვისაწყობსო ძმაო. Right now, we are going to do something on Greenland, whether they like it or not, because if we don't do it, Russia or China will take over Greenland, and we're not going to have Russia or China as a neighbor. მაგაზე გამახსენდა, ანუ პუტინი რატო შევიდა უკრაინაში, მეთქი ბატონო დონალდ. პუტინს რომ აღვიქვამთ მთელი მსოფლიო ტერორისტად, ანუ რა თქმა უნდა მეგობრებო, პუტინი საქართველოს მტერია, უნდა გვეზღებოდეს ყველას, არც ერთი, აი არანაირი 1 გრამი სიმპათიაც არ გამაჩნია, მაგრამ ხო უნდა შეგვეძლოს ლოგიკურად რაღაცეებისთვის შეხედვა. ტრამპი იძახის, რომ გრენლანდიაო ჩვენ თუ არ დავიფყარითო, მაშინო რუსეთი ან ჩინეთი დაიპყრობსო. და პუტინმა რა თქვა უკრაინაზე უკაცრავად? პუტინმაც იგივე არ თქვა, რომ უკრაინაში ჩვენ თუ არ შევედითო, მაშინ გაწევრიანდებაო ნატოშიო.
და ტრამპმაც იგივე თქვა, რომ არ გვინდაო, რომ გარშემო ჩვენ მტრები ყავდესო. პუტინმაც იგივე თქვა, არ გვინდაო ჩვენ რომ გარშემო ნატო ყავდესო. რა ხდება? ბოზიშვილი ვიყო. ჰა? Snow-im godam! ხვალიდან ყველა ვუბრუნდებით დალევას. ვანებებთ ამ ვარჯიშს და სისულელეებს თავს და ილუზიაში ცხოვრებას, რომ ახალი წელი, ახალი მე, ვარჯიშს ვიწყებ და რამე. არავინ არ ვიწყებთ იცოდეთ ვარჯიშს. ყველა ვცხოვრობთ ძველებურად. შევხვდებით შემდეგ წელს, როდესაც ისევ დავიწყებთ ვარჯიშს და ისევ გვეგონება, რომ ცხოვრებას შევცვლით. კოცნით მიყვარხართ, ფულები ჩამირიცხეთ. აღწერაში არის მითითებული ლინკი. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ერთ ლარს მაინც მირიცხავთ. წავედით.